რაც დავბედით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრი აქვს ძალიან. დიაპოლოვაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა თქვენთანაა, თენგის გოგოტიშვილთან ერთად. საზოგადოება ელოდება. უკვე კვირეები ელოდება. როდის შეასრულებს დანაპირებს თეა მამამისის სასული წულუკიანი და როდის გამოაქვეყნებს იმ ხალხის სისხლის სამართლის საქმეების ფაბულებს, რომელთაც ავთანდილ წულუკიანმა მოსამართლემ დახვრეტა მიუსაჯა. რაც შეეხება მამაჩემს, მამაჩემი იყო ძალიან კარგი იურისტი, ძალიან კარგი ქართველი ვაჟკაცი კაცი. კი, ჯერა, ძალიან კარგი იურისტი იყო. ამიტომ გადაიყვანეს პროკურატურიდან ჯერ ნაძალადევის რაიონის, შემდეგ უზენაეს სასამართლოში. ოღონდ რა თანამდებობაზე გადაიყვანეს, ეგ კარგად ვერ გავიგეთ. ეს იყო პროკურორიც და შემდეგ მოსამართლე და ზუსტად გამსახურდიას მმართველობის დროს დაინიშნა ვინდია უგრეხელიძის ამ ჩვენი თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იურისტის ხელმძღვანელობის პირობებში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. პარლამენტის ბიოგრაფიული ლექსიკონი, საიდანაც ქალბატონ თეას მამამისის სტატია ჯერ არ წაუშლია. გვეუბნება, რომ ავთანდილ წულუკიანი იყო უზენაეს სასამართლოს მოსამართლე, მაგრამ არ გვეუბნება, რომ იყო თავმჯდომარე. არ ყოფილა. ახლა როგორ თქვა, რომ თეა მამამისის სასული წულუკიანი ტყუის ან ცრუპენტელობს ან სიცრუის ტირაჟირებას ახდენს, როგორც პროჭორილელებს გიყვართ ხოლმე თქვა. ჩავთვალოთ, რომ წამოსცდა. ოღონდ ეგ წვრილმანებია. საზოგადოება გაცილებით უფრო მნიშვნელოვან ამბავს ელისახლა. მოსამართლეები, ვინც მაშინ ასეთ საქმეებს იხილავდა, არ იყო ბევრი. იმიტომ რომ ამას ჭირდება სერიოზული ცოდნა. რაც მამაჩემს ავთანდილ წულუკიანს ჰქონდა. ამიტომ მას ენდობოდნენ. თქვენ ვერ ნახავთ ერთ-ერთ მის მიერ მსჯავრდებულად ქცეულ ადამიანს, რომელიც მისი მადლიერი არ იყო. აი, მაგ ინფორმაციის გასაჯაროებას ველოდებით. ნუ გამოაქვეყნებთ პირად ინფორმაციას, არ გვინდა, მაგრამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გთხოვთ. გამოაქვეყნოთ დახვრეტა მიჯილი ადამიანების მადლიერების საბუთები. ნავიცი, პირადი წერილები, ტელეგრამები, ახალი წლის მისაოცი ბარათები ან რამე, რომ დავწუნდეთ, რომ ქალბატონი თეა არ ტყუის და რომ ადამიანები ნამდვილად სუფთა გულით უხდიდნენ მადლობებს მოსამართლეს, ვინც სასჯელის უმაღლესი ზომად დახვრეტა მიუსაჯა. ხოლო რომ მიუსაჯა, არც მისი ქალიშვილი უარყოფს. უბრალოდ ეს უსჯიდა, მაგრამ მორატორიუმი ჰქონდა ქვეყანას გამოცხადებული და არ ხრეთნენო. და მაშინ კითხვა ჩდება, როცა ასეთი კვალიფიციური იურისტი ხარ, ასეთი კარგი ქართველი ხარ და იცი, რომ შენი ქვეყნის კანონმდებლობა ჰუმანიზაციისკენ მიდის და დახვრეტის საბოლოო გაუქმებისთვის ემზადება, რაღაცო მუში. გეგმაა შესასრულებელი. ერთი ციტატა 2015 წლის სტატიიდან. 1996 წლის 6 მაისს გიორგობას მოსამართლე წულუკიანმა დახვრეტა მომისაჯა. რადგან გიორგობა იყო მეგონა, მოსამართლე მეტყოდა ახალგაზრდა ხარ და ერთ ჩანსს მოგცემო. არ მოხდა ასე. დანაშაული ჯგუფური იყო, ჩემს თანამზრახველს 7 წელი მიუსაჯეს. მე ორივე ბრალზე ცალ-ცალკე დახვრეტა მომესაჯა. მოსამართლის თავთან ეკიდა წმინდა გიორგის გამოსახულებით გერბი და გიორგობას დახვრეტა მომისაჯა. ქალბატონ თეას კვირის პალეტრისთვის ჯერ არ ურჩივლია სტატია გააკრეთო და იქნებ ამ რესპონდენტის მადლიერების წერილი ინახებოდეს სადმე. ან პირად არქივში, ან უზენაეს სასამართლოს არქივში. გამოაქვეყნეთ, თქვენი კვნესავე, გამოაქვეყნეთ. ან იქნებ სხვა იპოვნოთ. გუბერნსკი ციხის სარდაფის ყოფილი პატიმრები და ვნიმე. კაიბლომად ყოფილა. ისევ ციტატა. თავდაპირველად 23 სიკვდილმის ჯილი ვიყავით. მერე ეს რიცხვი 52-მდე გაიზარდა. 40% ავთანდილ წულუკიანის გასამართლებული იყო. 52 პატიმრის 40% ზუსტად 20 კაცი გამოდის. ცოტა მეტი. ეს რომ 10 წლით გვიან მომხდარიყო, ქალბატონი თეა და დანარჩენი ქოცები იტყოდნენ სულ საჯიში ბიჭებიო. მაგრამ ეგ შევარდნაძიდროა, იმსახურებდნენ დახვრეტას. იმიტომ რომ ხო ყველას გვახსოვს, როგორი მიუკერძოებელი და სამართლიანი იყო სასამართლო შევარდნაძიდროს. ის იცავდა მხარეთა თანასწორობას დარბაზში. ყველაზე სასტიკმა დამნაშავე მიცოდა, რომ თუ ოდნავ მაინც მართალი იყო, მას სასამართლო დარბაზში სიმართლე არ დაეკარგებოდა. ხო, აი შევარდნაძის სასამართლოს პატიოსნება და მოუსყიდველობა, კვალიფიციურობა და მიუკერძოებლობა, სამართლიანობა და არაკორუმპირებულობა რომ გვახსოვს ჩვენ ყველას. იმიტომ ვერ შევიტანთ ექს ვერც ბატონი ავთანდილის რომელიმე განაჩენში. ვერც დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელმაც მისი ღირსების აღდგენა დაადგინა და Facebook-ის პოსტის წაშლა და ამოშანთვა დაავალა ყველას. რა თქმა უნდა, თეა წულუკიანის მხრიდან ყოველგვარი ზეწოლისა და ყოველგვარი გავლენის გარეშე. ინდოეთში დააკავეს კაცი, რომელიც თავს ელჩადას აღებდა. ხან იძახდა სებორგას საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვარო, ხან დასავლეთ არქტიკის საპატიო კონსულიო, ხან ლანდონიისო. ამაში არც უნდოდა ყველას, არ ხუმრობ. ყველას გეცინება.
ამ კაცს ჰქონდა კაი მდიდრული რეზიდენცია, დაარჭობილი დროში და კაი ძვირიანი მანქანები ფერადი ნომრებით, რომლებიც ძალიან იყო მიმსგავსებული დიპლომატიურ ნომრებს. პოლიციამ ახლა ამოიღო $52,000-ზე მეტი ნაღდი ფული. ინდოეთისა და 30 სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების გაყალბებული ბეჭდები და ყურადღებით, გაყალბებული ფოტოები თითქოს სოფლიოს ლიდერებთან გადაღებული. დიდი აფერისტი და ფანტაზიორიაო ახლა ამბობენ ამ ფეიქ ელჩზე. მაგათ რა იციან რომ არის ქვეყანა, სადაც ვიღაცები პრეზიდენტს ეძახიან ტიპს, ვინც ხან ტრამპის ხელის დაქნება მიიწერა, არიქა ცოლშვილიანად მომიკითხაო, ხან საახალწლო მისალოც წერილი. ინდოელო აფერისტებო, აფერისტობაშიც ბოლივუდი ხართ. ჯერ იმეცადინე და მე რა გველაპარაკე ჩვენ. გაიგეთ? სვაიხ ნებრასაიმ, გაგიგიათ დარწმუნებული ვარ. რუსები საყვარელი შეძახილია, თან ჩვენ გვაშინებენ, ემან არაფერი იფიქროთ, არ საწავს ულვარდო, თან თავს იმხნევებენ. ფრონტზე როგორ ტოვებენ და როგორ ყრიან დაჭრილებს, ყველას გვაქვს ნანახი. ახლა კი ვნახოთ, როგორ ზრუნავენ იმაზე, ვინც მტრის ზურგში მაინც დარჩა. პენსიონერებზე, რომლებიც რუსეთის გარეთ ცხოვრობენ. დღეისათვის ლატვიაში მცხოვრებ 9728 რუს პენსიონერს მისაღები აქვს 7 მილიონ ევრომდე თანხა. რუსულ ხაზინას მათთვის არც 1 კაპეიკა არ გადმოურიცხავს 1 იანვრიდან. იგივე პრობლემა ესტონეთში. რუსულ პენსიას იქ 4000-მდე ადამიანი იღებს. ამ ხალხიდან, რა თქმა უნდა, ყველა ერთნაირ პირობებში არ ცხოვრობს. ზოგს პარალელურად ლატვიური, ესტონური ან კიდევ რამე სხვა ქვეყნის პენსია აქვს. ან მუშაობს იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობს. მაგრამ არის ადამიანების კატეგორია, ვისთვისაც რუსული პენსია შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ამათი უმრავლესობა საბჭოთა არმიის ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა სამინისტროს ან კგბ-ს ვეტერანია. ხოდა, აი ეს ერთადერთი წყარო გადაუკეტა მატუშ გარასიამ თავის ყველაზე ერთგულ შვილებს და აგერ უკვე რო ვათვია. ლატვიაცა და ესტონეთიც იბარებენ რუსეთის ელჩოს წარმომადგენლებს და სთხოვენ პასუხს, სადაა ფული მათივე მოქალაქეებისთვის. მაგრამ პასუხი არ არის. ამ 8 თვის განმავლობაში რუსეთმა ესტონეთში მხოლოდ 7000 ევრო გადარიცხა და წერილობით მიაყოლა. ეგ ველიკაია ეჭეჩსტვენა ეს, ანუ მეორე მსოფლიო ომის 7 დარჩენილ ვეტერანს მიეცით, მან თქვენთან რომ ცხოვრობენ. ლატვიაში მცხოვრები რუსი პენსიონერებისთვის კი შეუდარებლად უფრო გულუხი აღმოჩნდა. იმათ ამ 8 თვეში მთელი 21369 ევრო გადაურიცხა. თან წერილობითი დაზუსტებით, რომ ეს თანხა მხოლოდ 9 ადამიანს უნდა მიიღო. შეგახსენებთ, 9728-დან, მხოლოდ 900. საერთო ჯამში კი რუსეთი პენსიებს 136 ქვეყანაში უგზავნის 318,000-ზე მეტ ადამიანს. სხვა ქვეყნებში ამ მდგომარეობა სხვა დროს ვილაპარაკოთ. ახლა კი ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები ამ ხალხისთვის ავრცელებენ მიმართვას. ვისაც პენსია გეკუთვნით, არ გიხდით თქვენი ისტორიული სამშობლო და ძალიან გიჭირთ, თქვენთან ადგილობრივ მუნიციპალურ ხელისუფლებას მიმართეთ, ლატვიურსა და ესტონურს. ისინი დაგეხმარებიან. ხო, აი უგულო ევროპისა და გულიანი რუსეთის ამბავია. და ძალიან მარტივი ილუსტრაცია, რა გასაჭირი ადგას რუსეთის ეკონომიკას. არადა დიდი ხანია პუტინმა შემოიღო რუსეთში თანამოქალაქეების რეპატრიაციის პროგრამა. ოღონდ ჯერ კიდევ 2023 წელს შემოირტყეს თავში ხელი, რაღაც ხდება 45,000 კაცზე მეტი არ მოუნდა ჩვენთან დიდ სამშობლოში არავის დაბრუნებაო. 2024 რო შეაჯამეს კი 2023 მისტირიან ახლა. შარშა რუსეთში გადმოსახლება სულ 31,000-მა მოისურვა. არ უნდა და რა უნდა ქნა. ყველა 9 მაისს დროშევითა და გეორგიევსკი ლენტებით ირბენ. პუტინის პორტრეტებს მიაკრავენ მანქანებს და რა ვიცი, კატუშას იმღერებენ პარკებში ვოდკით გალეშილები. ადგილობრივ ენას არ ისწავლიან არასდროს და არსად. სიცოცხლის ბოლომდე იძახებენ, რომ ჩურკებსა და ფაშისტებს შორის უწევთ ცხოვრება ევროპაში თუ ამერიკაში, მაგრამ რუსეთში არ დაბრუნდებიან არასდროს საცხოვრებლად. განა გიჟები არიან. ელფასი დაზღვევა, პენსია, მედიცინა, მაგას არ შეელებიან. მატუშკა რასიას მონატრების ფასადაც კი. გონი ახალი რუბრიკაა გასაკეთებელი. შოუ სრულებელი დაპირებები. დაპირებები, რომლებიც პროჭავრილებმა მოგწეს და მერე გადაგვაგდეს. შოუს კი არ უყვარს უპირო კაცები. უპირო კაცი არც მე მეყვარება. არც ამორჩევოს უყვარს, როცა ამორჩეველი წვეთს ცხადია და არა სუსი ან ამ შეუსრულებელი პირობების მომცემი ბორის ივანაშვილი. რა არ შეგვისრულებიაო სულ კითხულობენ პროჭავრილები და მარტივი პასუხია. არაფერი. სასიკეთო არაფერი. უფრო კომპლექსური პასუხი კი ბევრი ცალკეული დაპირებისგან შედგება, რომლის გასწრებაც შეგვიძლია მივაწიროთ. ჩაიდეს. მაგალითი 2019 წელი, 29 ოქტომბერი. გადავწყვიტეთ წყალტუბოში გამოვისყიდო უკლებლივ ყველა 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია. ამის შესახებ აღნიშნულია პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში. ამავდროულად მე მზად ვარ დაინტერესებულ ბიზნესს ეს პროექტები გადავცე ფასდაკლებით, ან უფრო მეტიც, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით. წყალტუბოს განვითარების ხედვა და კონცეფცია, რომლითაც ვაპირებ ვიხელმძღვანელო, ეყრდნობა წამყვანი შვეიცარიული საკონსულტაციო კომპანიის
Call and Partners-ის მიერ შემუშავებულ გეგმას, რომლის ფარგლებში წყალტუბოში დამატებით უნდა აშენდეს ბავშვთა მოედნები, წყლის პარკი, ტროპიკული ბაღი, გოლფის და ჩოგბურთის მოედნები, კლდეზე ცოცვის პარკი, სავაჭრო ცენტრი, კაფე-ბარები და რესტორნები. იმავდროულად დაგეგმილია საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა პროფესიულ სპეციალობებში ჩვენი თანამოქალაქეების გადასამზადებლად. საბოლოო ჯამში რეგიონში დასაქმდება 15-დან 20,000-მდე ადამიანი, რაც უპირობოდ გამოიწვევს მთელი იმერეთის მხარის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და აღმავლობას. Мы специально прилетели в Грузию, чтобы показать вам город Схалтуба. Выглядит апокалипсис. კიდევ ერთხელ, ეს 2019 წლის 29 ოქტომბერია. 6 წელს აღარაფერი უკლია უკვე. ხო და გამოჩნდით ახლა 20 კაცი მაინც იმ 20,000-დან. ბატონი ბორისის ხელშეწყობითა და ინიციატივით რომ აითვისეთ ახალი პროფილური პროფესიები და პროფილური სამსახური ეშოვნეთ. ხელფასი რამდენი გაქვთ? დაზღვევა? აშენდით, ხო? ეგრე აშენდა ის კაციც, ხო? და დამსვენებლებიდან ვინმე იყავით და ნახეთ ის 22 სასტუმრო და 9 აბანო წყალტუბოში. ყავდა ჩვენები ბავშვთა მოედნებზე, წყლის პარკში, ტროპიკულ ბაღში. ითამაშეთ ჩოგბურთი ან გოლფი. იცოცეთ კლდეზე. კლდეზე მეთქი კაცო. რაები გესმით თქვენ როგორც კი ივანაშვილს ახსენებ. არა ხო? არც მე მიყვარს უპირო კაცი და ცადე გარკვევა ამ კოლმა და პარტნიორებმა რა გეგმა შეუდგინეს ასეთი იქნებ მართლა აწლეულებს მოითხოვს ასაშენებლად. და ვიპოვნე კოლი. პარტნიორებიანად. აი მათი ვებგვერდი. დაუყევი და ვაძებდინე ყველაფერი რაც წყალტუბოსა და მის გრანდიოზულ პროექტს ეხებოდა. წყალტუბო ჩავწერი ასე, მიფასუხა ასე. არაო. მე ასე ჩავწერი. ისევ არაო. ასე. მე ჩავწერი საქართველო. ისევ ვერაფერს მიხვდა. ჩავთვალე რომ ბატონი ბორისი მათ რაიმე ოფშორის სახელი დაუკავშირდებოდა. ვცადე ივანიშვილი ყველა შესაძლო გერმანული ტრანსკრიფციით. არაო. ბიძინა ასე, ბიძინა ისევ არაფერი. შესაძლოა შემკვეთი ქართული იყო. ასე, ისევ არაფერი. და ბოლოც და ექვთიმე არ ვიციო. პელე სხვაგან მოხდიო. კი, ვაღიარებ, სხვაგან მოხდი. აშკარად სხვაგან ვარ, როცა ივანაშვილი შესრულებულ დაპირებებს ვეძებ. ალბათ ორი კვირა გავიდა და დარჩა საზოგადოება, რასაც ქვია ზამასკაში. ამბავი დასაწყისშივე გაწყდა, როცა ყველაზე მაგარი სცენები უნდა დაწყებულიყო. მექსიკური სერიალი რომ მიმიქარავს ისეთი. სცენარი კულმინაციასაც ვერ მიუახლოვდა. უბრალოდ მონაწილე პერსონაჟები გავიცანი და მორჩა. გავიცანით კიდე ხმამაღალი ნათქვამია, მე დღესაც არ ვიცი. არ ვიცი ხეირიანად ვინ არიან და რატომ ითვლებიან ბომონდათ ეს ჩაკუჩ მომარჯვებული კლანჭებიანი ქალები, მაგრამ მე არ ვითვლები. და სხვამაც ხო ბევრმა არ იცის. რაც დანამდვილებით გავიგე. საქოცეთში წიბილკიველია და პირველი სისხლი დაიღვარა. ვიღა ძალიან ცნობილ და ძალიან ბოჰემურ მრავალშვილიან ქალს შეუსაბამო ურთიერთობა გაუბავს მეორე ძალიან ბოჰემურ და ძალიან მრავალშვილიანი ქალის ქმართან. ეს ამას გაუგია და იმისთვის თავში ჩაკუჩი უხევია. დააშირდათ ექიმები და რა თქმა უნდა საქმის გარჩევა. იმიტომ რომ იმ პირველს ჩაკუჩის ჩარტყმა ტელეფონით გადაუღია და როგორც თვითონ ამბობს, ნაღალატევი ცოლი და მოღალატე ქმარი ამ ტელეფონის წართმევას მე ერთად ცდილობდნენ. ოღონდ ახლა ეს ნაღალატევი ცოლი იძახის, მე მაქვს ყველაფერი ჩაწერილი და სასამართლოში მივდივარ, იქ უნდა გაჩვენოთ ეს სკანდალური კადრებიო. პირდაპირ გეტყვით, რომ წითელი დიპლომი მაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის. წერა თუ არა მგონი კითხვა მაინც ვიცი და ბევრი მომწევია ამ სამათეულზე მეტი წლის განმავლობაში. მაგრამ Facebook-ის ამ პოსტებიდან ვერ გავიგე ვერაფერი. ამიტომ უცვლელად გთავაზობთ ოჯახის დანგრევაში ბრალდებული ქალის ერთ ციტატას, სტილის დაცვით რა თქმა უნდა. ქმარს არ თმევენ თურმე შეურაცხყოფილ დედაკაცს, რომელიც დღემდე მისი ქმრის უახლოეს მეგობართან დადის წლებია და ვისი ცოლიც მუსის საუკეთესო მეგიბარია. ქმარს, რომლის მეორე მეგობართან 2 წლიანი რომანი ჰქონდა და როცა ამბერს ამოუვდა კელში, დაშორდა და შეყვარებული გაიჩინა. ჩემი მეგობარი გოგო, ეს წმინდა ოჯახის ქმრიანი დედაკაცი მიუვარდა სახლში ამ გოგოს, რომ თავი დაანებეთ ჩემს კაცო. ყველა ვთხოვდით, რომ დაერეკა მისი ქმრისთვის, მაგრამ ამ გოგოს შეეშინდა. ბოლოს და ბოლოს ციხისთვის მაინც ვერ გავიმეტე და გავაუქმე 112-ში. თუმცა იმავე საღამოს მათ შემდეგ, რაც საყვარელმა ქმარმა ისე სცემა, რომ სახლუდან ვერ გადიოდა, უჩილოდა აღჭვეთი ღონისძიება შეუფარდეს და ვეღარ ეკარება. ხო, ანუ ეს მოგზავნილი კეთილმსურველები ფარული მუქარით ასე ავგვიქვი მე ყოველ შემთხვევაში, რომ ეს შეურაცხყოფილი ქალბატონი ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ძალიან დაახლოებული პირიაო. რომ ამ დედაკაცთან დატაკება თურმე ამ ოჯახთან დატაკებას უდრის და რომ არავინ არ დააჩაგვრინებს თურმე მას. პირველ რიგში მე ამის არ მჯერა.
მეორე რიგში დიდი პატივისცემით ვარ ბატონი ბიძინას ოჯახთანაც. მართალია მე არ მაქვს არანაირი შეხება, მაგრამ ჩემი შვილები მეგობრობენ ამ ოჯახის წევრებთან. ამაზე ახლა მთელი ქვეყანა ლაპარაკობს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია დაბნეული. ერთი дабнეული ამ კომენტარის авторица, виსაც ეთყობა Facebook-მა გადაუთარგმნა ნათქვამი автоматურად. Я не совсем поняла через переводчик, что именно произошло, и не могу понять, как кто-то мог поступить так с девушкой с таким огромным добрым сердцем, с правильными семейными ценностями. თქვენ რუსებმა და Facebook-ის თარგმნის პროგრამამ კი არა, კალბატონო, დედაბუდიან წულიანად ქართველებმა, ქართული წითელი დიპლომები, ჩვენ ვერ გავიგეთ ვერაფერი მეთქი. გარდა იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება თუ რომელიმე მხარეს არ მოეწონა საქმის გასარჩევად ივანაშვილთან ავლენ. ბატონი ბორისისთვის ოჯახი სიწმინდე რომ უზენაეს ფასეულობა ეგ ყველამ ვიცი და ველოდებით რომ ის მაინც მოხფენს ნათელს ამ წლის დანაშაულსა და საუკუნის ღალატს. ცოდვილები ვართ ადამიანები, ბიბლიური დროიდან. როგორ უნდა აუგზავნო ახლა ქალებს და კაცებს გვერდით გახედვა ან გვერდით სიარული. ირანსა და ავღანეთში კი ხდება ეგეთები. მაგრამ ერთის გაკეთება ნამდვილად შეიძლება და ამაში გეკაჯეკა მინისტრის დიდი იმედი გვაქვს. დეკემბერში რომ დაიმტვრიეს ფეხები ყველა ბაზრობაზე, მაღაზიაში, ჯიხურში, საწყობსა და გარაჟში რომ არ ბეინეს პოლიციელები, სადაც საახალწლოდ ფოიერვერკები იყიდებოდა და სათითაოდ ყველა მაშხალა რომ ამოიღეს. იქნებ ახლა ჩაქუჩებისა და უროების გაყიდვა აღწევა. მომავალი დანაშაულის პრევენციის მიზნით. ასევე პნევმატური ხელის ჩაქუჩებისა და ბურღების, საწარმოო კალიბრის სტეპლერების, 22 კალიბრზე დიდი ქანჩების, ეგრეთ წოდებული რაზვადნოი და ტრუბნოი ключების, ბიზონი ключების, მანტიროკების და ჩილვის დანადგარების შეძენა შენახვა ტარება. თუ ეგ რამე კონვენციას ეწინააღმდეგება, იქნებ არასრულწლოვანებისთვის ან ნასამართლეობის მქონე პირებისთვის მაინც აუგზავნოთ ამის მიყიდვა. ან აუგზავნოთ არასამუშაო და სამარხო დღეებში. რამე მოსაფიქრებელია თან სასწრაფოდ, თორემ გვენგრევა ოჯახები და გვემტრევა თავები ამ თითით საჩვენებელ პატიოსან ხალხს, სულ ბატონი ბიძინას აახლობლოსთან. და კიდევ ერთი კითხვა მრჩება მე ცოდვილს. ორი კვირა გავიდა და ვიღაც, ვინც ხალხს თავში დღისით მზისით პოლიციის თვალწინ ჩაქურს ურტყავს, შემდეგ კი ამით საჯაროდ ამაყობს, არათუ დაკავებული მგონი დაკითხულიც არ არის. და რატო? როგორ? მე რომ ვინმეს თავში ჩაქუჩი ჩავარტყა, რამდენ წუთში მიპოვნია? ვინმე სხვას, ვისაც ერთხელ მაინც გამოუთქვამს რამე არაკოცური აზრი? უბრალოდ აგვიჭერენ კი არა. გეკაჯეკა მინისტრი პირადად მოაწყობს ბრიფინგს და ისევ ამხელს რადიკალურ ოპოზიციასა და deep state-ს. ხოდა მითხარით, რა უნდა ვქნა, რომ თან მქონდეს თავისუფლება ჩაქუჩი ურახუნო ნებისმიერ ვინც თვალში არ მომდის. თან ამით ვიამაყო, თან არავინ დამიჭიროს. თანაც სახელმწიფო შეკვეთებითა და ტენდერებით გავწყე. კაი, ნუ მეტყვით, მე თვითონ ვიცი. ყველაფერზე ხელი უნდა ავიღო და უნდა გავპროჭორვილელდე. ეს არის ვაშე გადაცემა თენგიზ გოგუტიშვილთან. გვიყურეთ, მოგვიწოდეთ, გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე: Facebook-ში, YouTube-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.